სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ეს არის ის ბრალი, რომელსაც საქართველოს პროკურატურა ედავება ქართული ოცნების ხელისუფლების კიდევ ერთ დაკავებულ მაღალ ჩინოსანს, ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას. ის ამ თანამდებობას ირაკლი ქარქსელაძის მინისტრობის დროს იკავებდა. თავად ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის უძრავი ქონება კი ფინანსურმა პოლიციამ 30 ოქტომბერს გაჩხრიკა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ბრალდებულის უშუალო დაქვემდებარებაში იყო მუნიციპალური განვითარების ფონდი. მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წლის თებერვლიდან გამოაცხადა ტენდერები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 30 საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობის თაობაზე, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა შეპესე ლაგი კაპიტალი. ბრალდებულისათვის ცნობილი იყო, რომ ლაგი კაპიტალი ხელშეკრულებებით ნაკისრო სამუშაოებს არ ასრულებდა და ფონდისგან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ითხოვდა საამასო თანხების გაცემას. მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ლაგი კაპიტალს ეტაპობრივად ამასის სახით გადაურიცხა 11.200.000 ლარზე მეტი. ჩარიცხული თანხებიდან ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირები მართ საწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 9.365.000 ლარს. შედეგად, პროექტით გათვალისწინებული საბავშვო ბაღები არ აშენებულა. საქმეში ფიგურირებს შპს ლაგი კაპიტალი, რომელთა ხელმძღვანელები ფინანსურმა პოლიციამ მიმდინარე წლის ოქტომბერში დააკავა. სისხლის სამართლებრივი დევნა გრძელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის ორი თანამშრომლის მიმართ. ამავე ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს დავით ტაბიზესკის სასამართლომ 29 ოქტომბერს 300.000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. ქართული ოცნების მმართველობის დროს კორუფციის მასშტაბურ აქტებზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მისივე თქმით, გარკვეულ შემთხვევებზე მთავრობას ინფორმაცია უკვე 2 წელი აქვს. პრემიერ-მინისტრმა ისიც თქვა, რომ რამდენიმე გამოძიების ფარგლებში უკვე ამოღებულია 20 მილიონ ლარამდე თანხა, რომელიც მისივე მტკიცებით სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნდება. გუნდის ღალატს რო თავი დავანებოთ, პირველ რიგში ეს ქვეყნის ღალატია, ხო? როდესაც ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია, როდესაც არის ამხელა ზეწოლა, ამხელა წნეხი, ამხელა უსამართლობა, რევოლუციის ორგანიზების რამდენიმე მცდელობა, ასეთ პირობებში ადამიანი როცა ფიქრობს ხელის მოთმობაზე, ეს არის პრინციპულად არასწორი, არ მინდა უფრო ხეში შეფასება გამოიყენოს. 23 წლის დეკემბერში, როდესაც გარკვეული ინფორმაციები შეიძლება იყო უკვე ცნობილი ჩვენთვის, 23 წლის დეკემბერში შეგახსენებთ, რომ ბატონი ბიძინა ამენოშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და ზუსტად ამ შენობაში გააკეთა კონკრეტული განცხადებები და მას ჰქონდა კონკრეტული მინიშნებები და ერთ-ერთი უმთავრესი მინიშნება უკავშირდებოდა სწორედ კორუფციას. მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, ეს იყო 2023 წლის დეკემბერი, 2024 წელი იყო ურთულესი, სხვადასხვა მიმართულებით უმძიმესი ზეწოლა იყო თან საარჩევნო წელი, სერიოზული პრობლემები იყო ქვეყნის წინაშე პოლიტიკური თვალსაზრისით და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდა კონკრეტული ნაბიჯების გადათქმა. თუმცა დღეს უკვე ყველაფერი არის წესრიგში, ჩატარებულია საპარლამენტო არჩევნები, ქვეყანა არის დამშვიდებული და დღეს გვაქვს იმის შესაძლებლობა, პრაქტიკული შესაძლებლობა, რომ ყველა ზომა მივიღოთ, მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ. კორუფციის ბრალდებით ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებებსა და მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკაზე აქტიურად საუბრობენ ოპოზიციაში და ამბობენ, რომ მმართველი პარტიის მიერ გამოცხადებული ბრძოლა კორუფციასთან მოჩვენებითია და რომ მსგავსი დანაშაულების რიგ შემთხვევებზე ამ დრომდე თვალს ხუჭავენ. ერთი წუთი არ დავიჯერებთ რეალურ კორუფციასთან ბრძოლას, სანამ ერთი და იგივე მიდგომას არ დაექვემდებარება ღარიბაშვილის კლანის წარმომადგენლების და კობახიძის კლანის წარმომადგენლების. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ოპტიკური ილუზია, რომელთაც საქართველოს საზოგადოებას საღერღელს ურევენ და ცდილობენ, რომ შეაყიდონ ეს ამბავი, როგორც კორუფციასთან ბრძოლა. მოიწყდეს, რომ დაახლოებით 1 წლის წინ ამავე დარბაზში ეს 99 დეპუტატი ტაშს უკრავდა ირაკლი ქარსელაძეს. ტაშს უკრავდა, მიესალმებოდა, მხარს უჭერდა. რაც რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არათუ მინისტრის მოადგილეზე და მინისტრზე, რა თქმა უნდა ვრცელდება ქართულ ოცნებაზე. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს საპარლამენტო კონტროლის კრახს, საპარლამენტო კონტროლის და ზედამხედველობის ჩავარდნას. ინფრასტრუქტურის სამინისტროში არსებულ ფინანსურ ხარვეზებზე 29 ოქტომბერს პარლამენტში ქართული ოცნების ფრაქციის მიერ ინტერპელაციის წესით დაბარებულმა მინისტრმა რევაზ სოხაძემაც ისაუბრა. ამ დღეს მან თქვა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის 214 პროექტიდან 161 პრობლემური იყო.
ამ უწყების გარდა უკვე რამდენიმე თვეა კორუფციასთან დაკავშირებულ დანაშაულებებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და საქართველოს პროკურატურა ერთობლივ გამოძიებას ატარებენ, რომლის ფარგლებშიც სამართალდამცველებმა გაჭრილეს რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნისა და მათთან დაკავშირებული პირების ქონება. ორი უწყების ერთობლივი გამოძიების სამიზნე გახდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, რომლის სახლიდან $6 მილიონ მეტი ამოიღეს დაახლოებით 2 კვირის წინ. პროკურატურამ მისი წინასწარი პატიმრობა არ მოითხოვა და სასამართლომ აღკვედღონისძიებად $1 მილიონი გირაო შეუფარდა. ყოფილ პრემიერ-მინისტრს აკრძალული აქვს ქვეყნის დატოვებაც. გაჩხირეს სუსის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის სახლი და დააკავეს მასთან დაკავშირებული პირი ანდრია ლილუაშვილიც. გაჩხირეს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის უძრავი ქონებას. ამ პროცესებამდე ცოტა ხნით ადრე კი დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე. ორივე მათგანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.